შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დღეიდან სამეგრელოს რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება. 14 საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად რეგიონს 20 ეკიპაჟი მოემსახურება. ცვლილებები სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციაში სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. რეგიონის მასშტაბიდან გამომდინარე საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე განმარტავს, რომ ეკიპაჟების დამატება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. სამეგრელოს რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება. 14 ეკიპაჟის ნაცვლად სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება 20 საპატრულო ეკიპაჟი. რეგიონის მასშტაბიდან გამომდინარე ეკიპაჟების დამატება სამინისტროს მხრიდან არის მნიშვნელოვნად გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და უსაფრთხოება. ასევე დაცული იყოს საავტომობილო გზებზე მათი გადაადგილება. როგორც მედიასთან საუბარში ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ განაცხადა, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შემადგენლობა 45%-ით გაიზარდა. მისივე განმარტებით ეკიპაჟების დამატება ხელშეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მე მინდა ვახარო ზუგდიდის მოსახლეობას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ჩვენი ხელმძღვანელობა ზრუნავს სამეგრელოს მოსახლეობაზე, კონკრეტულად ქალაქ ზუგდიდში 45%-ით გაიზარდა პირადი შემადგენლობა საპატრულო პოლიციელების და ასევე ავტომანქანების. ჩვენ შესაძლებლობების მიღმა ვიმუშავებთ, ვიშრობებთ, ოღონდ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხო. საპატრულო ეკიპაჟების დამატების რეფორმა 2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით პირველად თბილისში განხორციელდა. ამ მიმართულებით სამინისტრო კვლავ გეგმავს რეფორმის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც საპატრულო ავტომანქანებისა და პოლიციელების რაოდენობა უახლოეს მომავალში ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიზრდება.